კონკურს სახელად ევროვიზია 55 წლის ისტორია აქვს. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი პირველად 1956 წლის 24 მაისს შვეიცარიაში ქალაქ ლუგანოში ჩატარდა და მასში მხოლოდ 7 ქვეყანამ შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, გერმანიამ, საფრანგეთმა, ლუქსემბურგმა და იტალიამ მიიღო მონაწილეობა. დროთა განმავლობაში კონკურსს სხვა ქვეყნებიც ემატებოდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. მე-20 საუკუნის დასასრულს კონკურსში მონაწილე ქვეყნების რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ევროვიზიის სიმღერის კონკურსი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით. ამ გადაცემას 100 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. კონკურსის შექმნის იდეა 1955 წელს ევროპის სამაუწყებლო კავშირის მონაკოს შეხვედრაზე გაჩნდა. იტალიის სან-რემოს მუსიკალური ფესტივალი კი კონკურსის მოდელად იქცა. იდეის ავტორი ფრანგი მარსელ ბაისონი კონკურსის მიზნად გახლეჩილი ევროპის ცივი ომის აგონიიდან გამოყვანას, ევროპის გაერთიანების ხელშეწყობას, ასევე სატელევიზიო მაუწყებლობების არსებული ტექნოლოგიების გამოსდას ასახელებდა. რიგით 55 ევროვიზიის სიმღერის ფესტივალი ნორვეგიის ქალაქ ოსლოში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 29 ქვეყნიდან შერჩეული კონკურსანტები მიიღებენ. საქართველოს ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად მონაწილეობა 2007 წელს მიიღო, როდესაც სოფო ხალმაშმა მე-12 ადგილი დაიკავა. 2008 წელს ქვეყანა ევროფესტივალზე დიანა ღურწკაიამ წარადგინა და მე-11 ადგილი დაიკავა. ყველაზე უცნაური გამარჯვებული ევროვიზიას 2007 წელს ყავდა. მაშინ, როდესაც როკ ჯგუფმა ლორდმა გაიმარჯვა. უცნაური მონაწილეების რიგს კი უკრაინამ ვერკა სერჯუჩკა შეუერთა. 2009 წელს მოსკოვში ევროვიზიის ნახევარფინალი ჯგუფმა ტატუმ გახსნა. სიმღერით ისინი ჩვენ ვერ დაგვეწევიან. მაშინ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ სიმღერა დანარჩენი ევროპის მიმართ გაგზავნილი მესიჯი იყო. გასულ წელს შიდა შესარჩევ ტურში სტეფანემ და სამმაგოგომ გაიმარჯვა. ევროპის მაუწყებელთა კავშირმა სიმღერა დაბლოკა. მასში გამოყენებული ორაზროვანი სიტყვის გამო სიმღერა სახელად Put in Disco რუსეთის პრემიერ-მინისტრის მისამართით ვრცელდებოდა. წელს კი საზოგადოებრივი მაუწყებლის საპროდიუსერო ჯგუფის გადაწყვეტილებით ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს სოფო ნიჟარაძე წარადგენს. 6 სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილი სიმღერიდან თბილისის ივენთ ჰოლში გამართულ კონცერტზე სიმღერა Shine შეირჩა. სოფო ნიჟარაძემ ევროვიზიისთვის განკუთვნილი სიმღერა ლონდონის ერთ-ერთ ცნობილ სტუდიაში ჩაწერა. სიმღერაზე კლიპი რეჟისორმა კატია ცარიკმა გადაიღო. ევროვიზია 2010-ის გამარჯვების ყველაზე რეალურ კანდიდატად აზერბაიჯანის წარმომადგენელი 17 წლის გოგონა საფურა სახელდება, რომლის კლიპის გადაღების დროს გადასაღებ მოედანზე ინციდენტი მოხდა. აზერბაიჯანის წარმომადგენელი კლიპისთვის განკუთვნილ რეკვიზიტ ნაჭერში გაეხვა და ლამის აუზში დაიხრჯო. აზერბაიჯანის წარმომადგენელთან ერთად ლიდერებში მყოფი დანიური დუეტი საქართველოს ტურნეს ფარგლებში შეწვია და საზოგადოებრივ მაუწყებელში პრესკონფერენცია გამართეს. ევროვიზიაზე დანიის მონაწილეებმა ქრისტინა ჩენმა და თომას კრისტენსენმა სიმღერით In Moment Like This დანიის შიდა შესარჩევ ტურში გაიმარჯვეს და დანიას ევროვიზიაზე თომას გუსტავის მიერ დაწერილი სიმღერით წარადგენენ. თომასი 2003 წლიდან რუსეთში ცხოვრობდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. იგი სტუდიოს ყოფილი სოლისტის პოლინას მეუღლე იყო.
მე თამასთან ერთად მოსკოვში ვიყავი და შემიძლია ვთქვა, რომ მას ბევრი თაყვანისმცემელი ყავს. ჩვენ მომავალ კვირას აზერბაიჯანში და უკრაინაში მივდივართ. სოფია ნიჟარაძე არის ლიდერთა რიცხვში, ისევე ალბათ როგორც ნევეგრინის დუეტი, რადგანაც ორივე არის ძალიან კარგი პაკეტი. სოფია კარგად მღერის და მას ულამაზესი თვალები აქვს. დანიის მსგავსად ევროპულ ტურნეს საქართველოს წარმომადგენელი სოფო ნიჟარაძეც განაგრძობს. ახლა ჩამოვედი დაბრუნდი ჩემი ევროპული ტურნედან და ძალიან თბილი შეხვედრები მოეწყო თითოეულ ქვეყანაში. ვიმყოფებოდი ჰოლანდიაში, საფრანგეთში, აზერბაიჯანში, მანამდე ასევე ვიყავი ამ ტურნეზე საბერძნეთში და განსაკუთრებული შეხვედრა იყო თურქეთში, სადაც მართლა ძალიან თბილი აუდიტორია დამხვდა და არაჩვეულებრივად მიგვიღეს. საქართველოს ევროვიზიაზე სოფო ნიჟარაძის გამგზავრება 800,000 евро დაუჯდა. საზოგადოებისთვის ცნობილი წარმომადგენლების აზრი ორად გაიყო: უღვის თუ არა საქართველოს ევროვიზია 800,000 евро. მაშინ, როდესაც ევროვიზიის ისტორიის მანძილზე თუფი აბა ერთადერთი იყო, რომელმაც საკუთარი კარიერა ევროვიზიის სცენაზე არ დაასრულა. არ არის აუცილებელი მაგხელა თანხის დახარჯვა ჩემი აზრით. მით უმეტეს სოფო ნიჟარაძეს მე მგონი რომ არ ჭირდება მხელა პიარი, იმიტომ რომ უკვე საკმაოდ ცნობადი პიროვნებაა. საერთოდ ჩვენ მდგომარეობაში ცოტა ზედმეტია ამდენი ხარჯი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად სახელმწიფო თუ ვართ, ესე იგი ეგეც საჭირო არის. თუმცა საქართველოს ისე უჭირს ახლა ამდენი თანხების გამოყოფა რაღაც მართებული მართლა არ ამგონია. 800,000 евро სისულელია. მგონია რომ უფრო ნაკლები თანხა დაждდება და უფრო კარგი რაღაც გაკეთება მგონია და კანდიდატის უკეთესები გვყავს საქართველოში, რავი, მე ეგრე მგონია. რა ვიცი, ცოტა ძნელია დღევანდელი სახელმწიფოთვის, მაგრამ იმედია დაფასდება. თუ მონაწილეობ, უნდა გამოხვიდე ის შესაფერის დონეზე. მაშინ თუ არ მონაწილეობ, არ უნდა მიიღო მონაწილე. ფული არ უნდა სჭირდებოდეს კანდიდატს გასაგზავნოთ, მე ესე ვფიქრობ. მთავრობის ხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან საზოგადოებრივ მაუწყებელს თითქმის 1 მილიონი евро გადაეცა. პირველი არხის საერთაშორისო პროექტების ხელმძღვანელის აზრით, ევროვიზია ქვეყნის პრეზენტაციისა და ქართული შოუ-ბიზნესის გამოცოცხლების კარგი საშუალებაა. ავსტრიამ, ანდორამ, უნგრეთმა, იტალიამ, ლიხტენშტეინმა, ლუქსემბურგმა, მონაკომ, სან-მარკომ, ჩერნოგორიამ და ჩეხეთმა კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. უარის ერთადერთი მიზეზი კი შემსრულებლის მომზადებისა და გამოსვლის თანხის დაზოგვა. არა, ძალიან ნიჭიერია ორი აზრი არსებობს. მე მგონია რომ გაიმარჯვებს. Shine, shine like the stars in the sky. Wipe the dust of your love and let it shine. ტელენორის არენაზე ოსლოში, რომლის მონტაჟიც უკვე დასრულებულია, სოფო ნიჟარაძე მაყურებლის წინაშე ორი ბექ ვოკალისტის ელენე კალანდაძისა და სოფო ტოროშელიძის, ასევე 3 მოცეკვავის თანხლებით წარდგება. მოცეკვავები უცხოელები არიან და ისინი ბექ ვოკალისტების მსგავსად კასტინგის შედეგად შეარჩიეს. სოფია მოსკოვში პატარა ჯულიეტა იყო, ახლა კი დიდი მწყინავი ვარსკვლავია. მე ვფიქრობ, რომ მას უკვე კარგად ვიცნობ და ვიცი რა შეუძლია. ჩემთვის დიდი სიამოვნებაა სოფიასთან ერთად მუშაობა. ის შესანიშნავი არტისტია. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამების მოამბეს წამყვანი მარიამ ვაშაძე ევროპას იმ ქვეყნების ნუსხას გააცნობს, რომელთა წარმომადგენლებსაც ევროვიზიაზე საქართველოს ყველაზე მაღალი შეფასება მისცა. 54 ევროფესტივალის პირველი ნახევარფინალი 25 მაისს, მეორე ნახევარფინალი 27, ხოლო ფინალი 29 მაისს გაიმართება. ჩვენ კი ის რა დაგვჩვენია დაველოდოთ სოფო ნიჟარაძეს